საქართველო მიყვარხარ. ბევრი საოცარი და უმნიშვნელოვანესი დღე ყოფილა მის ცხოვრებაში. მაგრამ მარტის ეს საღამო განსაკუთრებული და გადამწყვეტი იყო. ჯუმბერი პატრიარქს უნდა ხლებოდა. ამას სოფლიდან გასულ ილია მეორეს, რომლის სახელსაც მოწიწებით წარმოთქონდა მთელი სამყარო, ტერი თუ მოყვარე. ყველა მოწყოდა, რომ სულ კურთხეულს ორივე თანაბრად უყვარდა და პირველი, რაც ჯუმბერს გაახსენდა, მთავარი სასწაული იყო, რაც პატრიარქმა უჩვენა კაცობრიობას. ილია მეორე ყველაზე მრავალშვილიანი მამა იყო წუთის სოფელში. მთელი საქართველო მისი სულიერი შვილებით იყო დასახლებული. მაგრამ ილიას საკუთარი 50,000 შვილი ჰყავდა. მისი ნათლულები და 10,000-ობით ნათლული გამოვიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. 2008 წელს პატრიარქმა მიმართა ერს, რომ მზად იყო ყველა ქართული ოჯახის მესამე შვილი პირადად მოენათლა და ბევრმა გადაწყვიტა შვილის გაჩენა, რათა დანათესავებოდა პატრიარქს. რამე თუ ჩვენ სამშობლოში სულიერი ნათესაობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე სისხლის მიერი. ამიტომ მოსანათლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ქართველები. ის ყველა ნათლულის მშობლებს ეუბნებოდა, ეს ჩემი შვილია, გაუფრთხილდით მას. აი ეს არის ნამდვილი მამა და მოძღვარი და შობადობა საქართველოში უზომოდ გაიზარდა. ერთმა ადამიანმა აიღო პასუხისმგებლობა 1000-ობით ადამიანის მამობაზე და გზის გაკვალვაზე. ამიტომ იყო ილია მეორე დიდი და ამიტომ უყვარდა იგი ჯუმბერ პატიაშვილს განსაკუთრებულად. ახლა ამ გამოთხოვების საღამოს ჯუმბერს გაახსენდა, რომ მის უწმინდესობას პირველად მაშინ შეხვდა, როცა რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდა. და 2026 წლის მარტის ამ საღამოს ჯუმბერმა ვერ გაიხსენა ვერცერთი წინადადება, რომლითაც საპატრიარქოს პირადად პატრიარქს მიუმართავს მისთვის მისი პირველი მდივნობის დროს და იგი დადებითად არ გადაწყვეტილა. პატრიარქი მუდამ მადლიერებით იხსენებდა იმ დროს, როცა ნინოწმინდის მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონში ფოკას მონასტერს 20 ჰექტარი საეკლესიო მიწის ფართობი გადაეცვა. პატრიარქის თხოვნითა და წინადადებით აღდგა მეტეხის ეკლესია. დღესაც ცხადად ახსოვს პატიაშვილს ის ემოცია, რომელიც პირველად იგრძნო, როცა მეტეხის ტაძრის გუმბათზე ჯვარი დაინახა, რომელსაც მზე შარავანდივით ედგა თავზე და საოცრად ბრწყინავდა. მეტეხის ბედი იმავე წლებში გაიზიარეს გელათის მონასტერმა და ბოლნისის სიონმა. მანამდე ორივე ისტორიულ ძეგლთა სამმართველოს დაქვემდებარებაში იყო. პატრიარქის თხოვნით ისინი საქართველოს ეკლესიას გადაეცა და მოქმედნი გახდა. ყოველწლიურად მილიონობით მანეთი გამოიყოფოდა ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რესტავრაციისა და აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებლად. სხვათა შორის, სამების საკათედრო ტაძარიც და ის იდეაც ამ იდეაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაც იმ წლებში ჩამოყალიბდა, რასაც ზოგიერთი დღეს ავად სახსენებელ კომუნისტურ ეპოქად მოიხსენიებდა. იმავე პერიოდში ჰქონდათ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოს ეკლესიისთვის დაბრუნების მცდელობაც. საქართველოს საპატრიარქოს თხოვნას ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მოთხოვნაც დაურთეს, რომელსაც თან ახლდა ისტორიული დოკუმენტური მასალა ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძის და გიორგი წერეთლის მიერ წმინდა მიწაზე, კერძოდ ჯვრის მონასტერში გადაღებული ფოტოებითა და ქართული ფრესკების აღწერით, მათ შორის შოთა რუსთაველის ფრესკისა. ერთ-ერთი შეხვედრა პატრიარქთან ცენტრალურ კომიტეტში შედგა. უწმინდესმა ჯუმბერს საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა და უთხრა: არსებული სასულიერო სემინარია არასაკმარისია ჩვენი ქვეყნის სულიერი განვითარებისთვის. კარგი იქნება და საქართველო ამის ღირსია, რომ ჩვენ სასულიერო აკადემიაც ვქონდეს. რადგან სიონის საკადრეთრო ტაძრის ეზოშივე მდებარეობდა უწმინდესის რეზიდენცია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სასულიერო აკადემიისთვისაც შესაფერისი ფართობი მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყო. მოსახლეობას ალტერნატიული ფართი შესთავაზეს და გამონთავისუფლებულ ფართობზე სასულიერო აკადემია განთავსდა. ჯუმბერ პატიაშვილმა 1988 წლის 4 იანვარს
უწმინდესისგან წერილი მიიღო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ჯუმბერ ილიასძე პატიაშვილს. ბატონო ჯუმბერ, გელათის, იყალთოს, გრემის, ცნობილ აკადემიათა გაუქმების შემდეგ 800 წელი ელოდა ქართველი ხალხი საქართველოში უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის გახსნას და ახლა ეს კურთხეული დღე დადგა. დადგა იგი, რა თქმა უნდა, უფლის შეწენით. დადგა იგი უშუალოდ თქვენი მხარდაჭერითა და დახმარებით. ეს არის ის საქმე, რომლის სიდიადეს ერთბაშად ვერ აღნიშნავს ადამიანი. ეს არის ის საქმე, რომლის აღსრულებისათვის თაობები იტყვიან მადლობას. ხომ ჭეშმარიტად ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ხვისთვის სიხარულის მინიჭება შეუძლია. და რაოდენ უსაზღვრო უნდა იყოს ბედნიერება იმ პიროვნებისა, ვისაც ძალუც ღვთის განგებით დიდი და ნამდვილი სიხარულით გაახაროს მთელი ერი. ერთ-ერთი ასეთი სიხარული მოუტანეთ თქვენ ჩვენს ხალხს, ამიტომაც უღრმეს მადლობას გწირავთ და გლოცავთ. მადლობას გწირავთ ჟურნალ ჯვრის ვაზის გამოცემის გაზრდის გამოც. თქვენი თანადგომა ნურთს მოგკლებოდეს. ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მოგვიანებით ჯუმბერმა უწმინდესისგან მიიღო არანაკლებ მნიშვნელოვანი და სულიერი ძალის მომცემი წერილიც. ეს 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ მოხდა. პატიაშვილი უკვე აღარ იყო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მოსკოვში ჩასულს ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა და გარკვეული დროით საავადმყოფოში მოათავსეს. მის მოსანახულებლად მივიდა უცნობი ადამიანი, რომელიც საკავშირო მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიურ საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელი იყო. მან განუცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნით მოვიდა და უწმინდესის მიერ გამოგზავნილი ბარეთი გადასცა. სასოწარკვეთ ის პირას მისულსა და საოცრად დათრგუნულ ჯუმბერ პატიაშვილს ვერაფერი ან უგეშებდა ისე, ვერაფერი მისცემდა იმხელა სულიერ, გნებავთ ფიზიკურ ძალას, როგორც იმ მძიმე დღეებში უწმინდესის მანუგეშებელმა და მხარდამჭერმა სიტყვებმა მისცეს. მოსკოვიდან დაბრუნებული ლომისობა დღეს პატრიარქმა ოჯახთან ერთად ჯუმბერ პატიაშვილი თავის რეზიდენციაში მიიწვია. სიონში წირვას დაესწრო. შემდგომ რეზიდენციაში უმასპინძლა და მისი ოჯახის ყველა წევრი სათითაოდ დალოცა და გაამხნევა. რამდენიმე თვეში უკვე თავად პატრიარქი ესტუმრა მცხეთაში მიწათმოქმედების ინსტიტუტში. მომდევნო სტუმრობისას კი წეროვანში პატრიარქმა ჯუმბერს სამარხო პროდუქციის წარმოება მიულოცა და დაწყებული საქმე დაულოცა. ამ ყველაფერს ასე თანმიმდევრობით იმიტომ იხსენებდა, რომ გაცნობის დღიდან გარდაცვალებამდე ჯუმბერ პატიაშვილის ცხოვრებაში არც ყოფილა ძნელბედობის ჟამი და არც სიხარულის დღე, რომლის დროსაც მისი უწმინდესობისაგან თანადგომა, ჭირსა და ხინში თანაზიარობა არ ეგრძნო ბატონ ჯუმბერს და მისი ოჯახის წევრებს. განსაკუთრებულ ამაღელვებელი იყო უწმინდესისა და უნეტარესის სამძიმრის წერილი ჯუმბერ პატიაშვილის სახელზე, რომელიც ბატონმა ჯუმბერმა მიიღო მეუღლის, ქალბატონ თინა ჭიჭინაძის გარდაცვალების შემდეგ 2024 წლის 16 იანვარს. წერილი სიონში, სადაც მოხდა ქალბატონ თინას გამოსვენება, წაიკითხა თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც ისაუბრა ბატონ ჯუმბერის დამსახურებაზე ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე და აღნიშნა ქალბატონი თინა ჭიჭინაძის დიდი ღვაწლი განათლების სფეროში. გარდაცვლილის ქრისტიანული ცხოვრების წესი განსაკუთრებული სიყვარულითა და ქებით მოიხსენია. კათოლიკოს პატრიარქს რომ შეეძლოს ფიზიკურად, ის აქ იქნებოდაო, განაცხადა ბატონმა გიორგიმ. ბატონ ჯუმბერის გვერდით და პირადად გამოხატავდა მწუხარებას ქალბატონი თინას გარდაცვალების გამო. მე მაქვს დიდი პატივი, რომ პატრიარქის სამძიმრის წერილი წავიკითხო. ბატონო ჯუმბერ, მისი ოჯახის წევრებს და ახლობლებს მოგმართავთ დიდი წუხილით ქალბატონი თინა ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო. შესანიშნავი ადამიანი, ღირსეული მეუღლე, დედა დააკდა ჩვენს ქალაქს. მასთან ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყო, რომ გეგრძნო იმ პიროვნების ღირსება და კეთილშობილება და აღვავლენ ლოცვებს ქალბატონ თინას უკვდავი სულისათვის, რათა მან წიაღ ღვთისა და იმკვიდროს, ხოლო თქვენ მოგმადლოს მშვიდობა ამ განსაცდელის დაძლევისა და მისთვის ლოცვის ძალის მიღწევაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 16 იანვარი. მე მინდა დიდი მოწიწევით შევუერთდე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილს და გამოვხატო ჩემი დიდი გულის ტკივილი ქალბატონი თინას გარდაცვალების გამო. ბრძანა პროტო პრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემაც. რამდენიმე შეხვედრა, რაც მე მასთან მაკავშირებს და რამდენიმე წუთიერი საუბარი ჩემთვის საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქალბატონი თინას მიმართ მქონოდა უდიდესი მოწიწება, პატივისცემა და მადლიერება. შემიძლია მტკიცედ თქვა, რომ უაღრესად ღირსეული ადამიანი გარდაიცვალა. პატრიარქთან ერთად განვიცდით ამას და მთელი არსებით უერთდებით პატრიარქის სამძიმრის წერილს. და თქვენთან ერთად მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ბატონი ჯუმბერის მიმართ და ვუსურვო მას სულიერი მხნეობა და დიდი რწმენა. რწმენის გარეშე ძალიან რთულია. რწმენა ხომ ნიშნავს სიმართლის გარეშე არ ყოფნას, ამ წუთის სოფელში და იმის ცოდნას, რომ ეს წუთის სოფელი დროებითი სამყოფელია. ღმერთმა აცხონოს ქალბატონი თინას სული. და იყო კიდევ ერთი საოცარი შეხვედრა ჯუმბერ პატიაშვილისა უწმინდესთან. საქმე ეხებოდა მაშინდელი პლეხანოვის დავით აღმაშენებლის გამზირად გადაკეთებას. ღონისძიების თეატრალური მხარე და მხატვრული გაფორმება რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა ითავა. 600 ცხენოსანი მოადგა თბილისს, რომელთაც დიღმიდან დავით აღმაშენებლის ხეივნად წოდებული გზა გამოიარეს და აღმაშენებლის გამზირს მოადგნენ. წინ დროშით ხელში მოუძღოდა მსახიობი გურამ ფირცხალავა, რომელიც ამ თეატრალიზებულ სანახაობაში დავით აღმაშენებელს განასახიერებდა. სიმბოლურად იხსნებოდა სახლებზე ქუჩის წარწერები და ცხენოსნების კვალდაკვალ პლეხანოვს ახალი აბრაცული და წარწერით დავით აღმაშენებლის გამზირი. საღამოს ფილარმონიაში საზეიმო კონცერტი გაიმართა. უცნაური დამთხევა მოხდა, ერთდროულად შეაღეს დარბაზის კარი უწმინდესმა და ჯუმბერ პატიაშვილმა. მარჯვენა კარიდან ილია მეორემ შემოაბიჭა, მარცხენა კარიდან ჯუმბერ პატიაშვილმა, სადღაც დარბაზის შუაგულში შეხვდნენ ერთმანეთს. ჯუმბერი მიეახლა უწმინდეს, პატრიარქმა დაალოცა, გულთბილად მოიკითხა და გვერდ დასწყდნენ. სცენიდან დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები ისმოდა. დარბაზში კი ერი და ბერი ერთად ისხდნენ და ხარობდნენ. კიდევ ერთ შეხვედრა პატრიარქთან შედგა სვეტიცხოველში. 5 წლის წინ, სადაც განეხილეს მცხეთაში მტკვრისა და არაგვის შესართავთან იესო ქრისტეს მონუმენტის აღმართვის საკითხი. პატრიარქთან და ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა დიდი ქართველი მოქანდაკისა და მხატვრის ზურაბ წერეთელის წარმომადგენელიც. პატრიარქმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საკითხის განხილვაში და ბევრი დეტალი შეათანხმეს მასთან. ეს იყო ბატონ ჯუმბერის ბოლო შეხვედრა პატრიარქთან. ახლა 2026 წლის მარტის ამ საღამოს ბატონი ჯუმბერი მიუახლოვდა სამების საკათედრო ტაძარს და სანამ გარდაცვლილ პატრიარქს წარუდგებოდა, ფიქრობდა ბრძენი პატრიარქის იმ საოცარ ჩანაფიქრზე, რომელიც მის 50,000 ნათლს შეეხებოდა. დარწმუნებული იყო, რომ მოვა დრო, როცა პატრიარქის ნათლულები ჩაიბარებენ ქვეყნის მართვის საჭეს, აღზრდიან საზოგადოებას სულიერად, გაარწყინებენ ივერიას მისი კურთხევით და იესო ქრისტეს ნებითა და ძალით ქვეყნის გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტების შუქით იქნება განათებული. მოგესალმებით ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ჩემი მეგობრის მიხეილ ანდღულაძის ჩინებულად წაკითხული პატარა მოთხრობა, შეიძლება შეითქვას, ილია მეორის და ჯუმბერ პატიაშვილის ურთიერთობის შესახებ. გავლენის შესახებ, რომელიც მათ ერთად გაიარეს და ჩვენი პატრიარქი ახლა აღარ არის ამ ქვეყანაზე, მაგრამ მისი გაკეთების საქმე იქნება სანამ არსებობს საქართველოს ისტორია, სანამ ერთი ქართველი დადის საქართველოს. ბატონ ჯუმბერ, თქვენ გქონდათ საოცარი შეხვედრა, რამდენიმე საოცარი შეხვედრა პატრიარქთან, განსაკუთრებით ბოლოს შეხვედრა, მინდა გავამახვილო პროდა. თქვენ ვიცით, თქვენ შეხვდით ილია მეორეს და ზურაბ წერეთლის წარმომადგენელს მცხეთაში, სვეტიცხოველში. და საუბარი იყო იესო ქრისტეს მონუმენტის დადგმაზე მტკვრის და არაგვის შესართავთან. აი ამ შესახებ რო დაწვრილებით, რომ მოგიყვეთ თქვენით. საქმე იმაშია, რომ ეს შეხვედრა
სვეტიცხოველში მოხდა, მაშინ ილია მეორე იყო ცოტა შეუძლოდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მობრძანდა, იყო ესწრებოდა და ვაჩვენეთ დამუშავარი, რომელიც გამოაგზავნა ზურაბ წერეთელმა და ჩამოიტანა მისმა წარმომადგენელმა. ვაჩვენეთ, ახლა დასამალი რა არის, რომ თვითონ ქრისტეს ძეგლების დადგმაზე ეკლესია საერთოდ წინააღმდეგი იყო და ყოველ შემთხვევაში გამოხატავდნენ ამას და რომ დაიდგა ბრაზილიაში, მას თავისი დადებითი ჰქონდა და ეს ყველამ დაინახა, მაგრამ რომ ნახა უარიც ვერ მითხრა, არ მითხრა უბრალოდ, მაგრამ თავისებური შენიშვნა მომცა თვითონ პორტრეტთან დაკავშირებით და ამ ძეგლთან დაკავშირებით. ეს შენიშვნა იყო საკმაოდ საინტერესო თვალსაზრისით, რომ ზურაბმაც გაითვალისწინა. დამთხოვა არის ასეთი, რომ ზურაბის და ილია მეორეს ერთდროს იყვნენ დამატებულები. ესე იგი, მათ ურთიერთობა ჰქონდათ საკმაოდ დიდი და კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. თვითონ ილია მეორე ბრძანდებოდა და დალოცა აი ეს თბილისის ზღვაზე რომ აქვს დიდებული ძეგლი საქართველოს ისტორიისად გაკეთებული ზურაბ წერეთელს, ეს ყველაფერი ილიას ხელს შეწოვიდა. სადაც წვამდელებს იღებენ ფიცს ახლა იმ ძეგლზე. ბატონო, წვამდელებს იღებენ ფიცს იმ ძეგლთან ახლა. იმ ძეგლთან უნდა დატომ ფიცი და ეს საქართველოს ისტორია უნიკალური ძეგლია. ასეთი ძეგლი არ არსებობს და ახლა მე ვიტყვეთ ზურაბთან სხვანაირ ურთიერთობა თვალსაზრისით თქვა, რომ შემოქმედებითი თვალსაზრისით და მან უარი კი არა თქვა, ხარი დაუჭირა. ეს ძეგლი უნდა დადგმული იყო მცხეთიდან თბილისიდან რომ მოდიხართ მცხეთისაკენ მარცხენა მხარეს სიმაღლეზე, თაზე, შემდეგ შუაში სვეტიცხოველია და მარჯვნივ კიდევ არის ჯვრის მონასტერი. მე იმის თქვა მინდა რომ ეს შენიშვნა იყო მისაღების და ზურაბს გაუგზავნეთ და წაუღო მისმა ახლობელმა გააცნო და მუშაობდა ამ თემაზე და მუშაობდა და წავიდა სამწუხაროდ ის აღარ არის ამ ქვეყანაზე, მაგრამ ეს სამუშაო დამთავრებული აქვს ფაქტიურად. ახლა მისი შვილები, შვილიშვილები უბრალოდ რომლებიც ახლა ზურაბის გზას აგრძელებენ, გააკეთებენ, უბრალოდ უნდა მოხდეს და არის უნიკალური ძეგლი, სურათს konkretავთ რა, როგორი შემოსასვლელია და როგორი არა. აგერ ზურაბი და ილია მეორე აი ეს ძეგლები, რომელიც თვითონ დალოცა ილია მეორე და ეს ახლა თანხმობა მოგცა და მე ძალიან კარგი ბატონო. ერთი შეგეცმა კიდე ბატონო. ჩვენ ხავს ახლა ახალი კათოლიკოს პატრიარქი. შიო მესამე. და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ პატრიარქის შესახებ. მე მინდა ყოველივე კეთილი და კარგი უსწორმაზა ჩვენ მოწმუნე მიცვართ ლოცულობთ, რომ ღმერთი შეეწიოს, უფალი შეეწიოს ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს უნეტარეს საქმეში, რომელსაც ის ემსახურება. ეს არის ურთული საქმე, მით უმეტეს ილია მეორის მერე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ამ საქმეს ჩვენი ახალი პატრიარქი წარმატებით დაწერს. თქვენ რას ვიტყვით ილია ერთხელ პატრიარქის შესახებ? სინოდის გადაწყვეტილება არის საკმაოდ ვრცელული, მე შეიძლება ვთქვი შეიძლება უფლება არ აქვს, მაგრამ შიო მესამე ეს არის შესანიშნავი გამგზელებელი გზისა, რომელსაც აწარმოებდა ილია მეორე. და სრულიად შემთხვევით არ აურჩევია თვით ილია მეორეს შიო მესამე. თავის დროზე, როცა მესამე დაასახელა და 7 რამდენი წელი იყო, ახლა ზუსტად შეიძლება რაც 7-8 წელი იყო მეგონი მესამე და მასთან მოვაწეობდა. მის გარეშე აქ უნდა ისეთ კარგო ეს იყო ერთიანი წარმომადგენლობა შიო და ილია მეორე იყო შიო წარმოაჩენდა და ჩვენ ყოველთვის მოცისებითა და პატივისცემით ვიყავით გამშობლები. მით უმეტეს ამ პიროვნებას აქვს საკმაოდ საინტერესო ძალიან კარგი განათლებასთან ერთად არის ძალიან დიდებული ოჯახის შვილი, არის შესანიშნავი პიროვნება და ქართული ენის მცოდნე. ქართული ენის ცოდნა ეს მარტო ქართული ენის ცოდნას კი არნიშნავს, ის ისტორია საქართველოსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შესანიშნავად გააგრძელებს და
ის სიყვარული და პატივისცემა რაც ხონდა ილია მეორეს იგი გააგრძელებს ეკლესიისა და პატივისცემა უნდა გააგრძელდეს მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა საქართველოს გადარჩენისა და ამ მართლმადიდებლობა უნდა მოგვცეს ჩვენ უფლება და საშუალება რომ საბოლოოდ საქართველოს დაემკვიდროს თავისი ადგილი რისი ღირსიც არის ჩვენ ახლა რამდენიც არ უნდა ვეძიოთ სამხრეთი აღმოსავლეთი ჩრდილოეთი საქართველოს თავისი ადგილი აქვს და მინდა ერთი რამ მოგავსებოთ ამ საპასუხოდ შეიძლება სხვანაირად იქნას გაგებული მაგრამ სალვადორი დალის ნახატი არის მეორე დაბადება მინდოდა მაგის გაკეთება და ან ნამუშევრის მიმართ აქვს საკმაოდ ესეთი არა ხო მაგრამ ფაქტი ერთია ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს მეორე პლანეტაზე არის ერთი ეხლა ეს შემოქმედება იმ კაცისა თქვენ ვიცით ის თავისებური პიროვნება იყო სალვადორი დალი როგორ მიიღო მან კომპოზიტორები და როგორ მიიღო სხვა ხალხი მაგრამ რა არის ეს ნახატი გაძლევს უფლებას რომ ხმამაღლა თქვა კიდევ ეს შემოქმედე არ მაგრამ მე გეუბნებით როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე გეუბნებით მსოფლიოში არ არის ქვეყანა სადაც იყოს ყველა წარმოჩენილი ყინულოვანიდან და უდაბნომდე ესე იგი ეს არის წერტილი სადაც კლიმატი არის მთლიანად სუბტროპიკული ზონიდან კავკასიონამდე და უდაბნო კიდევ აღმოსავლეთ საქართველოში ვერ დაასახელებ არც ამერიკაში არც რუსეთში და არც არც იაპონიაში და არც აფრიკაში არის საქართველოში ეს არის უნიკალური შენაძენი რომელიც მართლაც აჩუქა ქართველ ერს უფალმა და მოგცა უფლება რომ იცხოვროთ ამ ქვეყანას გაუფრთხილდეთ ამ ქვეყანას წამდეს აქ ჯეროდეს რომ ეს არის განუყრელი ჩვენი არსებობისა ამის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს და თუ ვერ იარსებებს საჭირო გაუფრთხილდეთ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას გაუფრთხილდეთ ჩვენს კლიმატს ბუნებას ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის რომ საქართველო დაიმკვიდროს ის ადგილი რომელიც ღირსიც არის და ახლა რომელი და რა ხარისხია ეს ღირსებისა ეს უკვე ჩვენი მომავალი თაობის საკითხი. დიდი მადლობა ბატონ ჯუბერ. ახლა ეს შეკითხვა მინდა დავუსვა ბატონ როლანდ კილაძეს ეს ჩვენი უახლესი მეგობარია და არის მრევლი ჩვენი დედა ეკლესიის. ბატონ როლანდ მე ვიცი თქვენ გაწუხებთ აზრი რომ როდის ერთი სული გაქვთ როდის აღიარებენ ჩვენ პატრიარქ წმინდანად. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამ შესაძლებლად რა პროგნოზს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით. ეს ფიქრობ რომ ძალიან თავისი დრო აქვს ალბათ ყველაფერზე და რა თქმა უნდა იქნება მე დავემოწმები ბატონ ჯუმბერს და როდესაც ახლა ჩვენი განსაჯელი ნაკლებად არის და ჩემ პირადად ეს ამბავი მაგრამ შიო მესამე უწმინდესი ვფიქრობ არის ის გაგრძელება იმ გზის რომელიც შეძლო მე პირადად მაშინ 17 წლის ვიყავი ახალგაზრდა, როდესაც მოვიდა პატრიარქი და რომ გითხრათ იმ პერიოდში გვახსოვს ალბათ ამას დიდი ის არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ოჯახში იქ დედა, მამა, ბებია, ბაბა აი ესე და რა თქმა უნდა ლოცულობდით ავდიოდით ეკლესიაში, მაგრამ ეკლესიები დაკეტილი იყო და სათხოვებად იყო და ახლა სოფლებში და განსაკუთრებით გურიის მხარეში კიდე საერთოდ ერთი-ორი ეკლესია თუ იყო. ის რაც ამ ადამიანმა შეძლო და გააკეთა ღვთისმებით ალბათ, ხო? ნუ ეს არის აი ახლა ბატონმა ჯუმერმა ისეთი კარგი ის დაურთო საბოლოოდ რომ ჩვენ ხო უნიკალური ქვეყანა ეს არ არის ასტრაბახი არც რა ვიცი აი ეს რომ ყველა კლიმატი ის რომ სხვათაშორის აგერ ჩავდივართ ბათუმში შეიძლება ზღვაში ვიბანავთ და 3-4 საათში არსებობს თქვენთან ერთად ასული ვარ ჩვენ გომის ფრით ასული ვარ არის ჭინჭაოს ტბა საჭინჭაოს ტბა დიახ ბატონო და ნახეთ იქ ხო
აგვისტოს 24 რიცხვში როგორ დევს კიდევ თოვლი და შეიძლება იქ. ამიტომ მე მგონი ვინც არ უნდა იყოს ეს საეკლესიო მოღვაწე იქნება სასულიერო თუ საერო მარტო ჩვენ რო იტყვიან მათ იმედზე ვერ ვიქნებით. თუ ეს არავით ვისეთ, თუ ეს არ შევისისხოსეთ, თუ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა ის რომ უნდა დავიცვათ, თქვათ, ეხლა მე ცოტა შეიძლება გადავედი, მაგრამ ძალიან კონტექსტში თქვა ბატონმა ჯუმბერმა რომ ამ ბუნებას, ამ ყველაფერს ამას მოვლა უნდა და პატრონობა უნდა. ხო? და ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ. მე ასე ვფიქრობ. და დავილოდოთ მოვლენებს და მე დარწმუნებული ვარ და მე შინაგანად მიხარია რომ დღეს ისევ საიმედო ხელშია ჩვენი დედა ეკლესია და ეს ყველაფერი გაგრძელდება და მით უმეტეს კარგია ის ამბავი რომ ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა შიომესამე ბრძანა რომ აგრძელებს იმ ტრადიციას რომელიც ჰქონდა ილია მეორეს ბავშვების მონათლის შესახებ. მესამე შვილის მონათლის შესახებ და ეს არის დიდებული და ალბათ იქნება რომ როცა ჩვენი პატრიარქების დათვლები დაამშვენებენ და გაალამაზებენ ჩვენ საქართველოს. ეს არის ჩვენი დედა აზრი ბატონი ჯუმბერის გამოსვლაშიც და მესალმები ყველგან ამას. ნუ ბატონო ზალ თავის დროზე თქვენი ცით და მთელმა საქართველოს გაიგოს რომ მე პირადად ჩემმა ქალიშვილმა მესამე შვილი გააჩინა პირდაპირ მაგის გამო და ყავს პატრიარქის ნათლული პატარა დავითი და აი ესეთი რამდენი სიხარული და რამდენი ნუ ეს იყო ეხლა როცა ჩვენ შედეგს ხედავთ იქ 50000-ზე მეტია და ამ შემდეგ ეს არ ვიცი ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე ნუ ასეთი რამით ეს დემოგრაფიული პრობლემა ჩვენ გუშინ წინაშე გვქონია. ეს არის ქრისტიანს ხედრები არის. ხო. და იყო თქვათ ის საბჭოთა პერიოდი იყო თუ როცა იყო ყოველთვის იყო ეს პრობლემა და დღემდე დგას სამწუხაროდ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ეს და კიდევ ვიმეორებ ეს უნდა იყოს გადამდები და პირველ რიგში ახალგაზრდებმა ოჯახები უნდა შექმნან. ეს სხვანაირად აბერია გამოვა. მადლობა, მეგობრებო, გადაცემაში ერთ-ერთი იყო გადაცემა ერთობიდან ერთულოვნებამდე. და ბატონი მიხეილ ანდღულაძის ნებართვით ჩვენ მისი წამყვანი ვართ მე და ბატონი ჯორან კილაძე. მადლობა ყურადღებისთვის, კარგი გრძნობით.